ვარ სოფო შუბითიძე, თესეოს კურსს დამთავრებული. მე ვფიქრობ, რომ საგანმანათლებლო სივრცეში არსებული პრობლემები არ დაიყვანება მხოლოდ სახელმწიფოსთან, ბიუროკრატიასთან ან ადმინისტრაციასთან დაკავშირებულ პრობლემებთან. არის ისეთი საკითხები, რომლებიც თავად ჩვენზე ადამიანებზე, ამ შემთხვევაში სტუდენტებზე არის დამოკიდებული. რასაც მე ჩემი სწავლის პერიოდში ვხედავდი, ეს იყო, რომ სტუდენტები განათლებას არ აღიქვამდნენ როგორც ღირებულებას. ისინი განათლებას აღიქვამდნენ როგორც რაღაც სარგებლის მომტან პრაქტიკულ საშუალებას. ჩვენ მიმართავდით რაღაც ავტორიტეტულ ინსტანციებს, ისეთ მაგალითად როგორც არის უნივერსიტეტის სხვადასხვა ორგანიზაცია თუ სხვა, რომელთაგანაც უნდა მიგვეღო აღიარება, დაფასება, სიგელი, ჯილდო და ასე შემდეგ. ჩემი აზრით, უფრო მნიშვნელოვანი არის, რომ ადამიანმა ავტორიტეტული ინსტანცია ეძებოს არა გარეთ, არამედ შიგნით, საკუთარ თავში ჩამოაყალიბოს ის. და ამისათვის მხოლოდ გონებრივი შესაძლებლობები არ არის საკმარისი, ამას სჭირდება პასუხისმგებლობის აღება. ჩემი აზრით, ამ მნიშვნელოვანი არის თავისუფალი სტუდენტური შემოქმედებითი წრეების და კლუბების არსებობა, ისეთი როგორც არის თუნდაც საპერიოდო, სადაც ადამიანები თავიანთი ნებით შეიკრიბებიან, წარმოებიან, ასე ვთქვათ, თავისუფალ აზრს და გაავრცელებენ. განათლება უნდა იქნას ახმული, კიდევ ერთხელ შევაჯამებ ჩემ ნათქვამს, როგორც ღირებულება და ჩვენ არ უნდა ველოდეთ, რომ უნივერსიტეტი რაღაცას მოგცემს. განათლების მთავარი მიზანი ის უნდა იყოს, რომ თავად ადამიანის შესაძლებლობები იქნას რეალიზებული და ადამიანისგან საზოგადოებამ თუ მის გარშემო წრეებმა მიიღონ რაც შეიძლება მეტი. იმიტომ რომ თავად ადამიანი არის ასევე ღირებულება.